მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა BMG Auto Show ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ამბები. Xiaomi 1 საათში გაიყიდა 300,000. გჯერა? ჯერა. ილონ მასკი როგორ ხასიათზიანეთ? რა ვიცი, მაგის მანქანები წესებს არ ღვევენ საგზაო მოძრაობის უკვე იქ ცალკე დააჯარიმეთო მოქალაქეები ღერძულას ყვეთენ და რაღაცა ისე დადიან სიჩქარის გადაჭარბებაზე სხვათა შორის. ცნობილი ბრენდების კოპიოლოგოები. რეიტინგები 5 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ევროპაში. სხვათა შორის მე შევიძინე, ოღონდ RS Trophy ვერსია. Top Speed Service ცენტრით შეემატა. დეტალებზე გიორგი დანელია მოგვიყვება. Top Speed-მა შექმნა თავისი სივრცე, სადაც არის 2 ამწე და ყველანაირ დეტალს, რასაც Top Speed-ში შეიძენთ, შეძლებთ რომ დააყენოთ აქ. სტუმრად გვეყოლება მოძრაობა ჩემი ქალაქი მკლავს დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე. ვისაუბრებთ ახალ კანონ პროექტზე, თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილების შესახებ, რომელიც რეალურად ხმაურით დაბინძურებას ეხება. რა უფლებებს აძლევს საპატრულო პოლიციას ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ჯარიმა შეიძლება ნებისმიერ არაქარხნულ დეტალზე დაიწეროს. ცოტა ჩემთვისაც გიორგისთვისაც დაულაგებელია გონებაში, იმიტომ რომ თვითნებურად გადაკეთებული შეიძლება იყოს მე მეყენოს კარბონის კაპოტი მჭყალებში რაღაცა სპოილერი მეყენოს შუშები შეიძლება საერთოდ წინა საქარემინა მქონდეს შეცვლილი და არაქარხნული დეტალი მეყენოს. ელემენტარული თხილამურების სამაგროს ხო, არაქარხნული გამოსავლის მოგეტავა. ასე თუ გავყვებით, მაშინ ყველაფერზე ჯარიმა შეიძლება დაგვიწერონ, მაგრამ რეალურად თავარი ინტერესი არის ხმა ამ შემთხვევაში რა. დეციბელების საზომი აპარატი არის, ანუ ჩვეულებრივად ხდება გაჩერება ავტოტრანსპორტის და უნდა მოხდეს ან ამით ან ნებისმიერ სერტიფიცირებული აპარატით არა აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა, უნდა დადგინდეს ქალაქში არსებული დეციბელები, ანუ მაქსიმალური ნორმა რა არის, მინიმალური ნორმა რა არის და იმ მაქსიმალური ზემოთ თუ უკვე ექნება გადაჭარბება ავტოტრანსპორტს და ეს უნდა მოხდეს კიდევ ერთხელ გამომეორდები ღამის საათებში, იმიტომ რომ აქცენტირება ხა დღის საათებში, ანუ ქალაქში ხმაურია და ხმაური იქნება ყოველთვის. Lamborghini ან Ferrari, რომელსაც ქარხნულად უკვე დიდი ხმა AMG ავიღოთ, EMI ავიღოთ რა პირობითად. აქეთ ავიღოთ Honda მაგალითად გატრობული, რომელსაც შეიძლება არ კონდეს იმხელა ხმა, რაც ქარხნულად აქვს ამ ავტომობილს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს იზომება ყველა მაგალითად Lamborghini-ის ხმის დონით, პირობითად ვიძახი, ანუ იმ ნიშნულით, თუ რაღაცა ამისთვის იქნება ქარხნული ზღვარი, რომ აი ამას აქვს ამდენი, ამას აქვს მაგალითად ამდენი. მოკლედ, სანამ ახალ ამბებზე გადავალთ, ძალიან რაღაც საინტერესო თემები გვაქვს. Xiaomi 1 საათში გაიყიდა 300,000. გჯერა? ჯერა. აი არ ვიცი, სულ ვაკვირვებენ ჩინური მწარმოებლები, სულ 1 საათში 300,000 მანქანა გაყიდეს. ილონ მასკი როგორ ხასიათზიანეთ? რა ვიცი, მაგის მანქანები წესებს არ ღვევენ საგზაო მოძრაობის უკვე იქ ცალკე დააჯარიმეთო მოქალაქეები ღერძულას ყვეთენ და რაღაცა ისე დადიან სიჩქარის გადაჭარბებაზე სხვათა შორის. აი არ ვიცი. პროგრამულად ცოტა უჭერთ რაღაცების გამართვა. კი, მაგრამ რა ვიცი, მე ხო აღიარეს რომ თვითმართვადი არ არისო, უნდა ჩაერიო და რა ვიცი, მაშინ რატო იძახიან რომ თვითმართვადი არის? არ უნდა თქვან. ეგ არის. არა, ეხლა იძახიან რომ ბოლომდე თვითმართვადი არისო, მაგრამ ბოლომდე არაო რა. მოკლედ, უნდა აღიაროთ და ვთქვათ ის, რომ ჩინური ავტომობილები ყოველ დღე და დღით უკვე გაკვირვებენ. მე ძალიან გაკვირვებული ვარ. ხშირად ვადებენ ხოლმე თავს სხვადასხვა ჩინურ მწარმოებლებს და პატარა მწარმოებლებიც კი უკვე ისეთი მაგარ ავტომობილებს ქმნიან, რომ აი მართლა გაკვირვებული უყურებ ხოლმე და რო ვკითხულობ ხოლმე ჩამონათვალს ეს აქვს. ხანდა ვფიქრობ ხოლმე რა თუნდა ავტომობილს, მაგრამ რაღაცისთვის მაინც კარგი არის რა. ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა ინდოეთში ააშენეს ხიდი, რომელსაც აქვს 90 გრადუსიანი მოსახვევი. ანუ წარმოიდგინე შენ მიდიხარ გზაზე და უცებ ხედავ რომ გზა აღარ არის. 90 გრადუსიანი მოსახვევით. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ის ვინც ააშენას შავსიაში შეიყვანეს, დაიჭირეს ის ხალხი და მთელი ამბავი, მაგრამ აი იქ რა ფულია ჭყალებში მოტეხეს რომ რაღაცა არ მოამრგვალეს, რაღაცა აი არ ვიცი, რატომ მიიღეს საერთოდ გადაწყვეტილება ეგეთი. აი პირდაპირ დარტყმა არის. სხვათა შორის მინდა გითხრათ ჩვენთანაც ხდება ხოლმე რაღაცა ეგეთი რაღაცეები, მაგრამ ნუ არა ეგეთია არ მომხდარა. არა ეგეთი არ მაგ მასშტაბის არ მომხდარა, მაგრამ ნუ ჩვენთანაც არის ხოლმე 90 გრადუსიანი მოსახვევი ცოტა ის არის, რა ქვია. არ ვიცი. ახალი მივანახე რალისთვის რო აწყეს. კი, რაღაც ბევრი ცხენები. 75 ცხენი აქვს. ეგ არის ყველანაირი. როგორც იქნა 200 ცხენის ძალიან ნიშნულს გაწყვეტენ. რა 275. 200 არც ქონია. არა, აქამდე არ ქონია. 122 აქვს, მე მგონი ქარხნულ ვერსიას რა.
და ის ავწიეთო ცოტაო, რაღაცა ის პრობლემები დაუყენეს, ისეთი აგრესიული. თავის მოსახლეობაზე ზრუნავენ, მინდა გითხრა და ბევრი ცხენიზალების მქონე ავტომობილებს არ უშვებენ, რომ რამე არ მოუვიდეთ მოსახლეობა და ნელა და წყნარა იარო. ძალიან კარგი არის ეგ. მე თუ მკითხავ. ნელა დამტროვა ცოტა. მოკლედ, უფროსი თაობისთვის ალბათ რაღაცა ისა აქვს, ნოსტალგია აქვს და რაღაცები მაინც აკავშირებდა, მაგიტომ უყვართ, მაგრამ მე როგორც ასეთი არ მიყვარს და რა გავაკეთო რუსული ავტომობილები. მოკლედ ირანში ძალიან საინტერესო კანონი მიიღეს, ძაღლის მანქანით გადაყვანა არ შეიძლება. და რითი უნდა გადაიყვანო? არ ვიცი, იქ რაღაც ადრე მე მგონი რაღაც 70-იანებში თუ 80-იანებში კანონ პროექტი მიიღეს, ყოლა ითვლება ძაღლის შეურაცხმყოფელად. ძალიან უცნაური არის რა, რაღაც ისეთ სარწმუნოება აქვს, რომ არ ვიცი, კძალავს ალბათ თუ რა შვება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვისა და უცნაურია. მანქანით ვერ გადაიყვანა. ტურისტებზე როგორი წესი არის, იქნება საინტერესო. ტურისტებსაც თუ შეეხება იქ. არ ვიცი, მაგრამ ძალიან ისეთი კანონი არის, იმიტომ რომ ახლა შინაური ცხოველის ავტომობილით გადაყვანა, ჩვეულებრივი მომენტია, ხან აგარაგზე მიყავს ხოლმე, ხან ვეთთან მიყავს და მაგის აკეთებდა. აქვე კიდე ერთი ეხა დაიწყო ეს გადაკეთებულ ავტომობილებზე ასე ბჭყალებში დევნა. არა აქვს მნიშვნელობა რა გიყენია, როგორ თუ არის რაღაცა ნიკელის თავიანი გამონაბოლქვის სისტემა, ესე იგი ჯარიმა რა. არ ძალიან არასამართლიანი. ორი წლის წინ მეც ხო, ერთი პერიოდი იყო ბუმი, მე დაწყნარ და ეხა ისევ დაიწყეს იდეაში თავარი არის ხმაზე რა აქცენტი რომ გაკეთდეს და რაღაცა გაიზომოს დეციბელები. ნუ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს სტუმარი გვეყოლება და ვისაც გაინტერესებს ძალიან ვრცელი ინტერვიუ იქნება, შეგიძლიათ დაელოდოთ და უყუროთ. ეხა კი დროა გადავიდეთ ავტოსიახლეებზე და სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით კიდე ძალიან საინტერესო თემით. გასულ წელს ტეხასში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას Tesla Cybertruck-ის მძღოლი ემსხვერპლა. ელექტრომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მგზავრი კი ადგილზე დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით დაღუპულის ოჯახმა ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც ოჯახის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან ვიგებთ, მომჩივანი მხარე ამტკიცებს, რომ მძღოლმა ელექტრომობილიდან თავის დაღწევა ვერ შეძლო და Cybertruck-ში ცოცხლად დაიწვა. სარჩელის მიხედვით $100,000 ღირებულების უჟანგავი ფოლადის პიკაპის აკუმულატორები ისეთი ინტენსივობით ალდა რომ უმწეო მძღოლის ჩონჩხის სისტემა ფაქტობრივად დაიშალა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ დაღუპულის ძვლებმა თერმული მოტეხილობა განიცადა, ნათქვამია სარჩელში. როგორც ოჯახის ადვოკატი აზუსტებს, დაღუპულის ჩონჩხი მის რეალურ სიმაღლეზე 20 სანტიმეტრით დაბალი იყო, რაც თერმულ მოტეხილობაზე მიანიშნებს. შიჰანის გარდაცვალებიდან 10 თვის განმავლობაში ადვოკატი Tesla-სთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდა, რათა სასამართლო პროცესები თავიდან აეცილებინა, თუმცა მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა. Tesla-ს დაღუპულის ოჯახის ბოლო ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. მაშინ, როდესაც ბევრი ფიქრობს, რომ რიმაკმა თავის შესაძლებლობების ზღვარს მიაღწია, ის უფრო ძლიერი ბრუნდება და კიდევ ერთხელ აჭარბებს მოლოდინებს. ამჯერად რიმაკმა ყველას გაუცება ახალი ჰიპერკარით, Nevera ერით მოახერხა. კარბონის ექსტერიერის ქვეშ ეს ჰიპერკარი მძლავრ ძრავას და განახლებულ ბატარეის პაკეტს მალავს. შედეგად Nevera 2007 ცხენიზალას გამოიმუშავებს, რაც წინა მოდელთან შედარებით 193 ცხენიზალით მეტია. განახლებული შესაძლებლობებით ახალი ჰიპერკარი მაქსიმალურ სიჩქარეს 412 კმ/სთ-ს ანვითარებს. გასულ შაბათ-კვირას ბრიტანეთის გრან-პრის მიმდინარეობისას პოლიციამ 3 ცნობილი ბრიტანელი სტრიმერი დააკავა. ერთ-ერთმა მათგანმა სავარაუდოდ F1-ის საგამოფენო ბოლიდი დააზიანა, მიყენებული ზიანი დაახლოებით $40,000-ად შეფასდა. ინციდენტი პარასკევს 4 ივლისს მოხდა, როცა სტრიმერები რბოლის შესახებ კონტენტს იღებდნენ. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება შავ მაისურსა და ქუდში გამოწყობილი ჩაზა ვარდისფერ ბოლიდს და მასზე აზრომას ცდილობს. როდესაც ის მარცხენა ფეხს ბოლიდის კარბონის საფარზე დებს, ჩატეხვის მკვეთრ ხმას ვიგებთ. შემდეგ ვიდეოში კი ერთ-ერთი სტრიმერის კომენტარიც ისმის, მგონი მანქანის საკიდარი აღარ არსებობს. პოლიციამ 3-ვე სტრიმერი ადგილზე დააკავა ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ბრალდებით. შემდეგ ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით 15 საათის განმავლობაში ყავდათ, სანამ გაანთავისუფლებდნენ. Toyota GR Yaris Rally 2 H2 კონცეპტუალური ავტომობილის გამოშვებით წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილი სპორტის უმაღლეს დონეზე წარმართვისკენ შემდეგი ნაბიჯები გადადგა. წყალბადზე მომუშავე ავტომობილის დემონსტრირება ფინეთის რალიზე იგეგმება, რომელიც 31 ივლისს გაიმართება. აღნიშნული ავტომობილი GR Yaris Rally 2-ზეა დაფუძნებული, რომელიც შეკუმშული წყალბადით მომუშავე შიგაწვის ძრავითაა აღჭურვილი. კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს შემცირებულ
მონაბოლქვს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციული შიგაწვის ძრავის მახასიათებლებს, მათ შორის ძრავის ხმასაც. Toyota უკვე რამდენიმე წელია რაც ავტოსპორტში წყალბადის ენერგიას ანვითარებს. ის იაპონიაში წრიული რბოლების სერიაში წყალბადით საწვავზე მომუშავე Corolla-სთან ერთად მონაწილეობდა. მათ შორის VRC-ის გუნდის ლიდერის იარი მატი ლატავალას ხელმძღვანელობით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფინეთის რალის ორ სპეცმონაკვეთზე წყალბადზე მომუშავე ბოლიდით 4 გზის მსოფლიო რალის ჩემპიონი ლეგენდარული იუჰა კანკუნენი მიიღებს მონაწილეობას. ლადა მახლახან სპეციალურად რალი რეიდისთვის შექმნილი ლადა ნივა სპორტ ტურბო წარადგინა. ეს ვერსია მეტწილად ორიგინალ მოდელზეა დაფუძნებული, თუმცა შეჯიბრებისთვისაა მოდიფიცირებული. ინტერიერში ავტომობილი ყველა არასაჭირო დეტალისგან განთავისუფლებულია. სალონში სარბოლო სავარძელი, უსაფრთხოების კარკასი, ნავიგაციის სისტემა და დამონტაჟებული საწვავის ავზი აქვს. უკანა სავარძელი ასევე ამოღებულია რაც წონის შემცირებას და რალისთვის სალონის განლაგებას უწყობს ხელს. როგორც მისი სახელიდან ჩანს, ნივა სპორტ ტურბო 1.6 ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 276 ცხენის ძალას და 340 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. გამოდის, რომ სერიულ ვერსიასთან შედარებით ამ მოდელში შესაძლებლობები გაზრდილია. ნივა სპორტი 122 ცხენის ძალით და 151 ნიუტონ-მეტრით იყო წარმოდგენილი. ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Xiaomi-მ პირველი სპორტული SUV-ის გამოშვებიდან 1 საათში თითქმის 300,000 წინასწარი შეკვეთა მიიღო. კომპანიის თქმით, ეს რაოდენობა ინდუსტრიისთვის სასწაულებრივი მომენტია. Xiaomi-ს, რომელსაც ხშირად ჩინურ Apple-საც უწოდებენ, მსოფლიოში smartphone-ების სიდიდით მეორე მწარმოებელია. პეკინში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა შეკვეთების მიღება დაიწყო 5 ადგილიანი მოდელისთვის, რომლის ფასიც $54,000-დან იწყება. შეკვეთების რაოდენობამ თავად კომპანიის ხელმძღვანელობაც კი გააოცა. საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზეზით ირანში ძაღლის ყველაზე შეზღუდვები გაფართოვდა. თავდაპირველი აკრძალვა, რომელიც 2019 წელს იქნა შემოღებული და დედაქალაქ თეირანში ძაღლების გასეირნებას გრძალავდა, ახლა უკვე ავტომობილებზეც ვრცელდება და დედაქალაქის გარდა სულ მცირე 18 სხვა ქალაქში დაინერგება. ცნობისთვის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ძაღლების ყოლა მიუღებელ ქცევად ითვლება. ქვეყნის ხელისუფლება ძაღლებს უწმინდურებად და დასავლური კულტურის გავლენის მემკვიდრეობად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ირანში ძაღლების მფლობელთა რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რაც ქვეყნის შემზღუდველი რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების ფორმად აღიქმება. ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია Tesla-სგან ონლაინ ვიდეოების განხილვის შემდეგ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ამერიკული ელექტროავტომობილი, რომელიც მძღოლის გარეშე მოძრაობს, არასწორ ზოლში გადაადგილდება, ხოლო კიდევ ერთი რობოტაქსი სიჩქარის შეზღუდვას არღვევს. ცნობისთვის Tesla-ს რობოტაქსები ოსტინში რამდენიმე დღის წინ გაეშვა. თვითმართვადი ავტომობილების სერვისი მხოლოდ მგზავრთა შერჩეულ ნაწილს ემსახურება. თითოეულ რობოტაქსის უსაფრთხოების მძღოლი ახლავს, რომელიც მგზავრის სავარძელში ზის. ინდოეთში ააშენეს ხიდი, რომელსაც თითქმის 90 გრადუსიანი ციცაბო მოსახვევი აქვს. ხიდის ასაშენებლად $2.3 მილიონი გამოიყო. ადგილობრივებმა პროექტით უკმაყოფილება გამოთქვეს, რის შემდეგაც კომპანია, რომელმაც სატრანსპორტო გადასასვლელი დააპროექტა, შავ სიაში მოხვდა, ხოლო ინჟინრები სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ამჟამად მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ძალიან საინტერესო თემა მოგიმზადეთ მე და გიორგი, მოკლედ არიან ავტომწარმოებლები, რომელმაც დააკოპირეს დღევანდელი ავტომწარმოებლებიც არიან ან დღევანდელი რა, ვინც უფრო დიდი ხანი არსებობს ლოგოები და ძალიან საინტერესო ვიზუალები მივიღეთ. ანუ მოდით თან ერთად ვნახოთ და წავიკითხოთ რა ბრენდები არის რა. შევადაროთ Lamborghini-ის ლოგო, Arashi-ის ლოგო. ძალიან საინტერესო ასევე Rover-ი და Roev-ი. აქ უკვე სახელებშიც კი ის არის რა. ძალიან მიმსგავსებული არის. მიმსგავსებული ლოგო დიდად არა, მაგრამ სახელებში ალბათ უფრო რა. Bugatti და Diato-ც ძალიან საინტერესოა. მე რა მაინტერესებს ეს Bugatti-ვის ჩქარია ეს Diato ნეტა? არ ვიცი. ასევე Bentley და GBA Motors ძალიან გავს ერთმანეთს. კი. ეს B-იქაც რო დიდად და მკვეთრად დატოვეს, ესე ძალიან საინტერესოა.
და კერი. კერი. Ford და კერი. ნუ აქ ახლა სახელებშია ვიზუალი თითქმის იგივეა. სხვათა შორის BYD-ის ძველი ლოგო რაღაცით წააგავს BMW-ს. აი მაგაში ვერ დაგეთახმები, იმიტომ რომ ძალიან ფერები და ისინი აქვს აღებული, შავი კანტი აღებული და აქაც ანუ 300, აქაც 300, ოღონდ ქვევით ჩამოტანილია, კი. Oldsmobile და Mahindra. ესეც საკმაოდ წააგავს ერთმანეთს. Oldsmobile არსებობს კიდევ? მეგონი კი. ახალი არ მინახია რამე თუ გამოუშვეს. მეც აღარ ხო. ასევე თანამედროვე BYD და Kia რაღაც დიზაინით მოგავს და სხვა შორის ჩემი საყვარელი Acura და Changani. ანუ ამათმა ამოატრიალეს და ის რაღაცა ის მოაშორეს რა. და დღეისათვის ბოლო არის Mazda და Haima. ძალიან საინტერესოა. Mazda რო ამოაყირაო იგივე დაახლოებით რა. ხო. ნუ ესენი იყო დღეისათვის ლოგოები, რაც მოვამზადეთ, მე და გიო. არ ვიცი ეს ინფორმაცია რაში გამოგადგებათ, მაგრამ ახალი ბრენდები გეცოდინებათ მსგავსი სხვა მწარმოებლების, რაც ჩვენ ყველამ ვიცით. კარგი, ახლა გადავიდეთ რეიტინგებზე და წარმოგიდგენთ ევროპაში ყველაზე რეიტინგულ ავტომობილს. ან ყველაზე გაყიდვადები რა გვაქვს. არის. პირველი ავტომობილი, რომელსაც ყველაზე ხშირად ყიდულობენ, ეს არის Dacia Sandero. სულ გაყიდული არის 268,101 და ზრდაც აქვს 12%-იანი. საკმაოდ კარგი მაჩვენებაა. კი. საინტერესო იქნება ეს ამ ავტომობილის გადაღება ჩვენთანაც. კი ბატონო, მეორეც ვნახოთ, მეორე მოდელი, რაც არის Renault Clio. სხვათა შორის მე შევიძინე, ოღონდ RS Trophy ვერსია იაპონიაში და ველოდები ძალიან ისე მოუთმენლად როგორ შენ მოკლედ ძალიან შეგიყვარდა ეს ფრანგული ავტომობილი. ხო, არ ვიცი, გატესტვა მინდა ძალიან საინტერესო მანქანა. ნუ ეს ახლა base მოდელი არის, არც RS-ია, არც Trophy ვერსია არის და არც Cup-ი მით უმეტეს, მაგრამ ძალიან საინტერესოა. აფასებენ ევროპაში ფრანგულ ავტომობილს. ვფიქრობ, რომ ძალიან Renault ძალიან დაიხვეწა ვიზუალის მხრივ ძალიან ლამაზ ავტომობილი. ძალიან ლამაზი hatchback-ია რა, რო უყურე. 7%-ით ზრდა. კი, მესამე ავტომობილიც ვნახოთ ბარემ. ეს არის Volkswagen Golf. Golf-ის garaში ალბათ ეს Golf-ის garaში რა თქმა უნდა. მე მგონი ევროპაში ყველასთვის საყვარელი ავტომობილია. GTI მით უმეტეს კლარკსონის და საყვარელი მანქანა არის. შენ წარმოგიდგენე ევროპელებს ძალიან უყვართ დიზელზე მომუშავე ავტომობილები და ძალიან ბევრი არის ევროპაში დიზელიანი Golf-ები ასე ვთქვათ. კი, Volkswagen ძალიან პოპულარულია. შემდეგიც შეგვიძლია ვნახოთ ბარემ. 17%-ია ზრდა. კი, ესეც Tesla Model Y და კლება, აგაც უნდა აღინიშნოს. აი, არ ვიცი, Tesla საქმეები ძალიან ცუდად მიდის. სერვისშიც ძალიან რთული და სადაც. კი, რაღაცა ის რომ სავალი ნაწილი ბატარეები უნდა ჩამოიღო. რამოდენიმე ადგილას ვნახე, ასე ვთქვათ, აწეული Tesla და ძალიან დამაინტერესა, რა ხდებოდა ტექნიკურად, რამდენად მარტივი იყო ამ ავტომობილის სერვისი რაღაცა და რაღაცებში რო ჩავეძიე, ძალიან რთულად არის რაღაცეებში საქმე და არ მომეწონა, ამიტომ. კი ბატონო, დღეისათვის ბოლოც შეგვიძლია ვნახოთ მეხუთე ავტომობილია, ეს არის Volkswagen T-Cross. ეს არის 202,000 გაიყიდა და 1% აქვს კლება. სხვათა შორის ჩვენ რაც გადავიღეთ Peugeot 2008 დღევანდელი მონაცემებით უკვე ისუსტრებს ამ ავტომობილს. ესეც ან თავის კლასში არის რა. კი, ძალიან კაი მანქანაა. მოდი ახლა გადავიდეთ დანო ჩვენ მეგობარ კომპანიაზე Top Speed-ზე და რა სიახლეები გვაქვს 2 ციკლით რო მოგვიყვან. მოკლედ Top Speed-ში გვაქვს ძალიან მაგარი სიახლეები. Top Speed-მა მაღაზიას დაამატა თავის პატარა სერვისი, სადაც კვალიფიციური გუნდი მოახდენს Top Speed-ში ნაკიდი დეტალების ავტომობილზე ინსტალაციას. ძალიან ბევრი კითხულობდა, ხო, სად წავიდეთ, სად დავაყენოთ? კი, და ნუ აი ქართველი ხელოსნების ამბავი ხო ეცი აი დღეს. ძალიან რთული არის, რომ aftermarket ნაწილების სწორად მომრგები ხელოსანი ნახო. ეს იქნება შემშვები, გამშვები, სკამი, ეგრეთ წოდებული რაღაც სპორტული სავარძელი. ძალიან რთული არის ხოლმე და სულ ძებნა ეს მე თან ფასები ხო იცი როგორ არის ხოლმე ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ზუსტად აი ეს ხმაურიან ბაჭოკებს და რაღაცაებსაც ვინც აკეთებს ხოლმე, ეს ისის ხელოსნები არიან, ვინც არიციან რა როგორ უნდა გააკეთონ, ამიტომ ვისაც გაკეთება ყველაფერი სწორად. ხარისხიანად და სწორად უნდა რაღაცის გაკეთება შეუძლია მიგწანდეს. კი, მოკლედ ეხა ჩამოგთავაზებ ძალიან საინტერესო სიუჟეტს, უფრო დეტალურად გიორგი მოგვიყვება Top Speed-ის სერვისს და რას როგორ და რანაირად აკეთებენ და დაგიბრუნდებით კიდევ ძალიან საინტერესო თემა. მოგესალმებით Top Speed-დან. ვერიცანით ალბათ აკაურობა. მინდა გითხრათ, რომ Top Speed-ში არის ძალიან მაგარი სიახლე ყველა ავტომოყვარულისთვის და ფიქრობ, რომ ძალიან გაგიხარდებათ უყალას. იმიტომ რომ როდესაც Top Speed-ში ვყიდულობდით ხოლმე აი ამ tuning ნაწილებს, რაც ჩვენ ავტომოყვარულებს ძალიან გვიყვარს და ესე ძალიან გვაბედნიერებს,
ყოველთვის ფიქრობდით ხოლმე იმაზე, სად დაგვეყენებინა. მე იწყებოდა ხელოსნების ძიება, ამ ხელოსნებს ურეკავდით, ზოგს არ ეცალა, ზოგს ეცალა, ზოგი ერთი კვირით მერე გვეტყოდა ხოლმე რომ მოდი, მაგრამ მერე რაღაც მოხდებოდა ხოლმე და ისევ არ ეცალა, ამიტომ Top Speed-მა შექმნა თავისი სივრცე, სადაც არის 2 ამწე და ყველანაირ დეტალს, რასაც Top Speed-ში შეიძენთ, შეძლებთ რომ დააყენოთ აქ. ესეთი ულამაზესი სივრცე არის. მოკლედ, რა დეტალების მონტაჟი შეგიძლია და რა მომსახურებას გთავაზობ ამ სივრცეში Top Speed-ი, მოდი გავიაროთ. intake-ის აწყობა, საჭის დაყენება ავტომობილზე, ყველაზე მთავარი, სავარძლების მორგება, ასევე downpipe-ის დაყენება და ეგრეთ წოდებული უკანა ბაჩოკების, აი ვიხლობს რო ეძახით და გრუშიტელს რო ეძახით ჟარგონულად, იმის მორგება და დაყენებაც. მოკლედ, Top Speed-ში რასაც შეიძენთ, ყველაფრის დაყენება მონტაჟი შეგიძლიათ აქ. მე მგონი რომ ძალიან მაგარი სიახლეა და ავტომოყვარულების დიდ ნაწილს გაგიხარდებათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც მოდიხარ მაღაზიაში, იყიდი შენს სასურველ ნივთს, შემდეგ აქვე ქვემოთ დატრიალდები ძალიან მარტივად და აღმოჩნდები აი ამ ულამაზეს სერვისში, სადაც პროფესიონალი გუნდი გაგიწევს პროფესიონალურ მომსახურებას. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებით ხოლმე, სად მდებარეობს Top Speed-ი? Top Speed-ი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე. 17 ნომერში ძალიან მარტივი მოსაგნები არის, მინდა გითხრათ, ეს სივრცეც არის Top Speed-ის უკან, ასე ვთქვათ, პირველ სართულზე, პირველ სართულად ითვლება ეს და შემდეგ უკვე Top Speed-ი არის რა მაღაზიაში, სადაც ხვდებით ხოლმე თქვენ. ასე რომ ძალიან მარტივად შეგიძლია მობრძანდეთ 64-ში, ავტომოყვარულების 64-ში და ათვალიეროთ არჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთი და რა თქმა უნდა, ყველას გისურვებთ ძალიან ბევრ ცხენის ძალებს და მშვიდობიან გზავრობას, მოგზაურობას და რა ვიცი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია მოძრაობა ჩემი ქალაქი მკლავს დამფუძნებელი ბატონი გიორგი ჯაფარიძე. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, რომ გამონახეთ, რომ გვეწვიე. პირველ რიგში როგორ ხარ, მოგიკითხავთ? მადლობა მოწვევისთვის. და მნიშვნელოვანი საკითხზე ვისაუბრებთ, რაც ყველას აწუხებს ბოლო პერიოდში. ძალიან აქტუალური გახდა, აქეთ ცალკე ავტომოყვარულები, ცალკე იქ ქუჩის ხალხი, ვინც ქუჩაში გაზაობს ხოლმე ჭხალებში. მოკლედ, რამდენად ვეთანხმებით, რამდენად სწორია ეს ყველაფერი, ცოტა ჩემთვისაც, გიორგისთვისაც დაულაგებელია გონებაში, იმიტომ რომ თვითნებურად გადაკეთებული შეიძლება იყოს მე მეყენოს კარბონის კაპოტი ჭყალებში, რაღაცა სპოილერი მეყენოს, შუშები შეიძლება საერთოდ წინასახარე მინა მქონდეს შეცვლილი და არაქარხნული დეტალი მეყენოს. ელემენტარული თხილამურების სამაგროს ხო, არაქარხნული გამოსავლის მოგედავა. ასე თუ გავყვებით, მაშინ ყველაფერზე ჯარიმა შეიძლება დაგვიწევნონ, მაგრამ რეალურად თავარი ინტერესი არის ხმა. ამ შემთხვევაში რა. როგორ უნდა დარეგულირდეს თქვენი აზრით და რა უნდა გატარდეს ამისთვის, რომ ეს არ იყოს ასე ვთქვათ არასამართლიანი. დავიწყებ თავიდან, ანუ რატო იყო ჩვენი მხრიდან ეს კამპანია აქტიური და აქტუალური, ანუ დაახლოებით 9 წელზე მეტია მომართვიანობა მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალი იყო ამ ხმაურიან ავტომოტო ტრანსპორტთან დაკავშირებით. ანუ ჩვენი აქცენტირება კონკრეტულად იყო და არის კამპანიასთან დაკავშირებით, რომ ღამის 10-11 საათის შემდეგ, როდესაც ადამიანი სახლში ბრუნდება, დაღლილი, პატარა ბავშვი ყავს, ძილ ჩააძინა და ვიღაცა, რა ვიცი, ადამიანი, რომელსაც რა მაღალ ხმაზე ყავს გადაკეთებული, თქვა, თავის მოტო ავტოტრანსპორტი სპეციალურად, ანუ გადიან ხოლმე ცენტრალურ გზებზე და არაცენტრალურ გზებზე. იქაც არიან, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი მძღოლები, ვინც აკრობს დასახლებულ პუნქტებში და არ ხმაურობს, ანუ ყველას არ უნდა შეეხოს ეს კანონი. ამიტომ აქცენტირება არის კონკრეტულად იმაზე, რომ ღამის საათებში იყოს სიწყნარე და არ იყოს გამოწვეული აქედან გამომდინარე. ხშირად არის ხოლმე სამშენებლო, თქვა, ტექნიკიდან გამომდინარეც და ხშირად იწერება ამასთან დაკავშირებით, იქ ხან აქვთ ნებართვა, ხან შეიძლება არ იყოს ხოლმე ნებართვა და მუნიციპალური ინსპექცია მოდის ამ პარაძეს ვისაუბრებ. ამოწმებს დეციბელს და ხდება მერე უკვე შესაბამისად რეაგირება. ამიტომ აქცენტირება არის ის, რომ არავის არ აქვს უფლება თავისი რაღაცა გართობის გამო, ანუ ერთ ადამიანზე არ არის ასეულობით, ათეულობით 1000 ადამიანს
მიაყენოს რაღაცა ზიანი, იმიტომ რომ ხმაური დაბინძურება საკმაოდ საზიანოა მით უმეტეს პატარა ბავშვებისთვის, ის იწვევს გონებრივ ჩამორჩენას თუ სისტემატიური სახე აქვს ამ ყველაფერს. აქ კიდე ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ აი ძლივს ჩაძინებული პატარა ბავშვი, თოთო ბავშვი, აი შოკში რო გაღვიძებულა და ან მშობლებს მოუწერიათ, რომ ანუ ვერ ვაწყნარე, არ ვიცით რა უნდა გვექნაო. იმიტომ რომ ვიღაცამ გაიარა, ხო რა, გართობის მიზნით გაიარა დასახლებულ პუნქტში და რავი შეაწუხა მოსახლეობა. ამიტომ აქცენტირება არის კონკრეტულად ღამის საათებში, როდესაც ხალხი ვისვენებდეთ, გვეძინოს და უნდა მოხდეს აი ნუ ესეთი არა, მაგრამ ნუ ეს არის ამ ნიმუში, ასე ვთქვათ, დეციბელების საზომი აპარატი არის, ანუ ჩვეულებრივად ხდება გაჩერება ავტოტრანსპორტის და უნდა მოხდეს ან ამით ან ნებისმიერ სერტიფიცირებული აპარატით არა აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა, უნდა დადგინდეს ქალაქში არსებული დეციბელები, ანუ მაქსიმალური ნორმა რა არის, მინიმალური ნორმა რა არის და იმ მაქსიმალური ზემოთ თუ უკვე ექნება გადაჭარბება ავტოტრანსპორტს და ეს უნდა მოხდეს კიდევ ერთხელ გამეორდები ღამის საათებში, იმიტომ რომ აქცენტირება ხა დღის საათებში, ანუ ქალაქში ხმაურია და ხმაური იქნება ყოველთვის. აქ არის ძალიან ბევრი რაღაციდან გამოწვეული ხმაური, იქ კიდე საცობების სიგნალი, სამშენებლო სექტორი და ამ შემდეგ გზის რეაბილიტაცია და ამ შემდეგ. ანუ დღის საათებში ხა ის რომ რაღაც სიწყნარე იყოს, ეგ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე წარმოუდგენელია. ჩვენ უნდა მივიღოთ ის, მივახციოთ იმას, რომ ღამის საათებში აი კონკრეტული საშუალებებიდან, რომელიც ყველაზე ანუ შემაწუხებელია თბილისის შემთხვევაში ბათუმიდანაც იყო მომართვიანობა, რუსთავიდანაც იყო მომართვიანობა, ეს უნდა მოხდეს ამის გამოსწორება. უნდა მოხდეს გაჩერება 11 საათ, ანუ 10-11 საათში მერე უნდა იყოს დადგენილი დეციბელების ნორმა, შესაბამისი აპარატით უნდა გადაამოწმოს საპატრულო პოლიციამ და თუ რა თქმა უნდა ზღვრულ ნორმას აღემატება, უნდა მოხდეს მისი დაჯარიმება. ის რომ გადაკეთება ხშირად არის აი ხმის ჩამხშობი გადაკეთებული ისინი რა, ანუ უყენებენ რომ ხმა არ კონდეს, ანუ ჩვენი მიზანი რა არის, ხო, ანუ მიზანი რა უნდა იყოს ხმაური თუ უბრალოდ გადაკეთებული რო არის ტრანსპორტი მაგის დაჯარიმება, ხო, ანუ თუ ადამიანი უყენებს გასაგებია, ნუ ქონდა ხმაური, შემოვიდა კანონი, დააყენა რომ ხმა არ კონდეს მანქანას. ანუ მაგის გამო დაჯარიმება და მოხსნილზე უფრო მეტი ხმა აქვს, ანუ ლოგიკაში არ ჯდება. ამიტომ საბოლოო ჯამში თუ გვინდა რომ რაღაცა რეალურ შედეგებამდე მივიდეთ, უნდა მოხდეს აი როგორც ვახსენე. ღამის საათებში გაჩერება, შემოწმება სპეციალური ხელსაწყოთი და შემდეგ რა თქმა უნდა დაჯარიმება, იმიტომ რომ ღამის საათებზე ხა აქ 2-2-4-ია რომ არავის არა აქვს კიდევ ერთხელ გამეორდები უფლება რომ ამ ზიანი მიაყენოს, რავი, ათეულობით 1000 და ასეულობით 1000 ადამიანს და ეს არის ზოგადი პრობლემა. აი ამ სამი ქალაქიდან საიდანაც მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო ჩვენთან მიმართებაში, თბილისი, ბათუმი და რუსთავი. კი, აქ ვაჟაყაზბეგზე იყო ხოლმე საგიჟეთი ხდებოდა. არის ხოლმე, მეც ყოველ ღამე მიყვარს ხოლმე მეგობრებთან ერთად გასვლა და ყავის დალევა და ავტომობილებზე საუბარი, მაგრამ ნუ იქ თუ ასე ვთქვათ, ვდგავართ და საუბრობთ 20 ადამიანი, შანსი არ არის, რომ საღამოს განმავლობაში 10 არაადეკვატური ადამიანი მაინც არ მოხდეს და სრიალით გასვლა, ხმაური, პოპკორნი, ეგრეთ წოდებული ანტივაგი გასროლები, ესეთი რაღაცეები. მეც მიწერია ჩემს ავტომობილში მსგავსი რაღაცეები ვაღიარებ და ანტივაგი კი არა, ალბათ რა ვიცი, სასწაული რაღაცეები წერია იმ ხელს. ტანკის გასროლა, ლიმონკის აფეთქება. მაგრამ ამ ყველაფერს არასდროს არ გამომიყენებია ეს ქალაქში. კი, ნუ ქალაქ გარეთ, როცა გავდივართ, იქ გვაქვს რაღაცა ლოკაციები, სადაც არავის არ ვაწუხებთ ხოლმე, არავის არანაირ საფრთხეს არ უქმნით, ჩვენთვის ვერთობით ხოლმე, მაგრამ ქალაქში ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ანუ ვაჟაზე, ანუ მე რო ვდგავარ ახალგაზრდა ადამიანი და ანუ ხიზლად ვარ და რაღაცა მე მხვდება ხოლმე ყურში და ეხლა რო წარმოვიდგენ რომ იქ მაცხოვრებელი ცხოვრობს და იმას ეძინება და აღლილია პატარა ბავშვია რაღაცა აგერ მარტივ მაგალითს გეტყვი გახსოვს აღმაშენებლის ხეივანზე ეკლესიასთან რო ვიკრიბებოდით ხოლმე ძალიან წყნარად მშვიდად ყოველთვის ვიდექით გამოხდებოდა 1-2 Honda Fit გატრობული და მამაოები გამორბოდნენ მაგის გამო ჩვენ აგვიგზალეს დგომა პატრული იდგა ყოველ საღამოს აი არასწორი არის ეგ არის არასწორი რომ ვიღაცის გამო ნორმალური ადამიანის იჩაგრება რა რეალურად სიწყდება ყოველთვის ანუ საბოლოოდ რა გამოდის ხოლმე იცი შემდეგ უკვე ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით ხოლმე რა ადეკვატური ადამიანების და არაადეკვატური ადამიანების და ყველაზე ცუდი კიდე ამ კანონში არის ის რომ ანუ ადამიანმა რომელმაც შენ ჯარიმა უნდა დაგიწეროს ის გადაწყვეტილებას იღებს თავისი ყურებიდან და თვალიდან გამომდინარე და როგორი რაღაცა ხდება იცი აი თვითონ ის ბაჩოქს რასაც ვეძახი ჯარგონულად რა ის თუ ბრჭყვიალებს და რამე ისეთი აქვს გამომწვევი ფერი თუ აქვს ესე იგი გადაკეთებული არის
ძალიან მარტივია ზოგადად, ყველა კანონის გვერდი საულა ძალიან მარტივად. eBay-ზე გამზადებული კიტები იყიდება, საერთოდ შეგიძლია რომ ქვემოდან ქარხნული ეგრეთ წოდებული გამშვების სისტემა დატოვო, ჩამხსნელი გადააყენო და პულტი გაქვს. როცა გინდა ახმაურებ მანქანას, როცა გინდა გააჩუმებ. ანუ ზოგადად ეს კანონი ვერ მოერგება ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ვისაც ხმაურიანი მანქანა უნდა და ღამე ხმაური უნდა, ის ყოველთვის იყიდის ესეთ რაღაცას და პულტით ჩართავს და გამორთავს და მაინც ივლის. და მაგიტომ აქ საუბარი არის რომ იყოს სიწყნარე რეალურად. მაგიტომ თანხმდებით იმაზე, რომ აი ეს აპარატი არის ყველაზე იდეალური. რა თქმა უნდა. როდესაც ადამიანს ფაქტზე დაიჭერო რაღაცას აფუჭებ, всё. ის მეორედ მე მაგას აღარ იზამს. მაგრამ აქ არის კიდე ერთი შეკითხვა რა, მაგალითად ავიღოთ Lamborghini, ან Ferrari, რომელსაც ქარხნულად უკვე დიდი ხმა აქვს. AMG ავიღოთ, ME ავიღოთ რა პირობითად. აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ეს დარეგულირდეს რა? შეიძლება რაღაცა აქეთ ავიღოთ Honda მაგალითად გატრობული, რომელსაც შეიძლება არ კონდეს იმხელა ხმა, რაც ქარხნულად აქვს ამ ავტომობილს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს იზომება ყველა მაგალითად Lamborghini-ის ხმის დონით, პირობითად ვიზახი, ანუ იმ ნიშნულით, თუ რაღაცა ამისთვის იქნება ქარხნული ზღვარი, რომ აი ამას აქვს ამდენი, ამას აქვს მაგალითად ამდენი. ხო, მანდ არის ქვეყნის, ანუ წარმოებლიდან გამომდინარე. ზოგ ქვეყანაში, ანუ ავტომობილი რო გამოდის, ის კანონდარღვევით ვერც ერთი ავტომობილი ვერ იქნება. რა თქმა უნდა. გამოცული, იმიტომ რომ იმდენი რეგულაციები აქვს ქარხანას, წარმოებულ ქვეყანას, რომ ანუ გამორიცხულია, რომ იმ ქვეყნის კანონმდებლობას არ მოერგოს. გააჩნია ეს კონკრეტული ავტომობილი საიდან არის ჩამოყვანილი. ზოგ ქვეყანაში არის ეს ხმაურის მაღალი დონე დაშვებული, ზოგ ქვეყანაში არ არის. ანუ მანდაც ალბათ უნდა მოხდეს რაღაც შეჯამება ამასთან დაკავშირებით. საერთო ნიშნული რო იყოს, ხო? მაგას ხო, ანუ რაღაცა საერთო ფონი რო შეიქმნას რა, ანუ რამდენი არის ესეთი ტრანსპორტი, ანუ რამდენად თქვა მისაღები არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეხლა ხდება მასიურად. ანუ ეხლა რაც ხდება, ანუ ყველა რა ნებისმიერ ადამიანს, რავი, თქვა $2000-3000 ავტომობილზე შეუძლია რაღაც 300 ლარიანი რაღაცა დააყენოს და რავი 10000 ადამიანს აღვიძებს. აი რუსთავად დროშიც რო გახვიდა 5000 ლარიანი არის. ესე როია რომ არ არის პრობლემა ქალაქში. ამიტომ ანუ რაღაცნაირად უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ანუ მიზანი უნდა იყოს კონკრეტულად ერთი. რომ ღამის საათებში კონკრეტული ხმაურიდან, არა მარტო ამ ხმაურიდან, რა თქმა უნდა, სამშენებლო ხმაურიდანაც არის აქცენტირება, იმიტომ რომ სამშენებლო ხმაური, ანუ მოსახლეობის, ანუ მომიჯნავით ხდება სისტემატიურად. ამასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს შესაბამისი აღსრულება, ნუ იქ სპეცნებართვები არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ამ შემდეგ ხა რეაბილიტაციაზე არაა საუბარი, იმიტომ რომ დღის საათებში ვერ გაკეთდება, იმიტომ რომ ქალაქის პარალიზება შეიძლება მოხდეს და ნუ გასაგებია, რომ ღამის საათებში შეიძლება რაღაცის რეაბილიტაცია ხდებოდეს და ეგ ასატანია, იმიტომ რომ ნუ ისევ ჩვენთვის კეთდება, მაგრამ ის რომ ეს თქვა და $3000, $4000, $300 რაღაცა გადაკეთებული სისტემატიური ხასიათია ხო, სისტემატიური ხასიათია და უკვე ხშირად ხდებოდა, ანუ რატომ მივედით აქამდე, ხო, ანუ ეს რო არ ყოფილიყო რაღაცა მასიური პრობლემა, აღსრულებას არავინ არ დაიწყებდა. ანუ ეს იყო მომართვიანობიდანაც, წუხილიდანაც გამომდინარე საკმაოდ დიდი პრობლემა არის. მაგიტომ მოხდა ამის აღსრულება, რომ ჩვენ რო დავიწყეთ ეს კამპანია, ანუ იქ უკუკავშირიც საკმაოდ დიდი არის. ხო, ერთი და ორი შემთხვევა რო იყო თვის განმავლობაში შეიძლება არავინ ხო, არა ძალიან ის არის. და ნუ იქ რა ქვია, აეროპორტის ტრასაო და აღმოჩენილს ხეივანია. ეგ წერტილები არის. ამიტომ აი თუნდაც იმ ძვირადღირებულ ავტომობილებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს დადგენა. ყველაზე იდეალური იქნება ტექინსპექტირების დროს რომ მოხდეს აი ამ ყველაფრის გაზომა, ხმაურის მონიტორინგი რომ მოხდეს, ანუ იქ ტექინსპექტირების დროს მოწმდება, ხო ხა თავიდან ბოლომდე ყველაფერი. აქიდანვე უნდა მოხდეს ვიღაცას რა თქმა უნდა შეუძლია მოხსნას და მე დააყენოს, მაგრამ აი ჩვენ შემთხვევაში მარტივ პარალელს მოვიყვან ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით. ჩვენ 2022 წელს შევაგროვოთ ფიზიკურად 30500 ხელმოწერა და კანონი შესულია ძალაში უკვე ხდება ამის აღსრულება, ანუ ხილულ გამონაბოლქვზეა საუბარი. ეს ერთ-ერთი მათგანი ვიყავ ხელმოწერა. ძალიან კარგი. ხო, ნუ შედეგი სახეზეა, რა თქმა უნდა. მაშინაც იყო ტექინსპექტირების დროს ხილული გამონაბოლქვი კანონდარღვევა. იყო მაგრამ ძღოლები ჭყალებში ჩალიჩობდნენ, რომ იქ რაღაცა მაღალი ხარისხის რაღაცები ჩაესხა. ბევრი რაღაც არსებობს, ეხლა რო არ თქვა სამებთან დაკავშირებით, ხო რო აღარ ვასწავლოთ. ბევრი რაღაც არსებობს, გზის ავლის საშუალება. ამან ფაქტია, რომ არ უშველა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ შეგვეტანა დაგვაინიცირებინა კანონი, რომელიც ძალაში არის უკვე შესული და 11000-ზე მეტი ავტომობილია დაჯარიმებული. გარემოს და ზედამხედველობა აჩერებს, ზომავს ოღონდ
და ხდება ამის დაჯარიმება. ჩვენ როდესაც გავიტანეთ პირველად ეს საკანონმდებლო ინიციატივა, იქ თავიდან გვეწერა, რომ საპატრულო პოლიციას უნდა აღესრულებინა ვიზუალური შეხედულებით 5 წამის განმავლობაში. სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა არის. ვიზუალური გამონაბოლქვი ნიშნავს, რომ მანქანა გაუმართავია და ნებისმიერი ხილული გამონაბოლქვი საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაგ პერიოდში პარლამენტში ხო ჩვეულებრივ ხდება ჭობა, დისკუსია და ამ შემდეგ მივედით იქამდე რომ არა ხილული იმით არ გამოვაო, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა მოგვედაოსო და ამიტომ გავაკეთოთ ისე რომ აპარატით მოხდეს ამის გაზომვა, დაჯარიმება და კი ბატონო შედეგი არცთვისი არის, იმიტომ რომ 11000 მეტი ავტომობილია ყოველთვის ქალაქშიც აღარ არის ისე მასიურად აღარ ხდება. რაღაც 30 მანქანიდან ერთი მაინც ხდებოდა, რაც ბოლავდა ხოლმე. ეხა უკვე გინდა არ გინდა შემცირებული, იმიტომ რომ იმას მე ჯარიმა გაორმაგებული ამ შემდეგ რეალურად ხდება ამ კანონის აღსრულება. იმის მომიდა პარალელის გავლება. ტექინსპექტირების შემთხვევაში ხდება და პლუს გზაზე ხდება, რამაც შეამცირა, თქვა გამონაბოლქვის, ხილულ გამონაბოლქვი არის საუბარი. იგივე უნდა მოხდეს აქაც. ტექინსპექტირების პუნქტებში და პლუს გზებზე სპეციალური აპარატით. პრობლემა სხვა არის, მაგრამ სისტემა უნდა იყოს იგივე, რომ რეალურად მართლა ხა მე მყავს გარშემო ჩემი მეგობრები, ძმაკაცები, ვინც დადიან თქვა მოტოტრანსპორტით, ავტოტრანსპორტით, თქვა უყვართ ეს თქმა უნდა, ისინი ღამე შეგნებული ადამიანები არიან, რა თქმა უნდა, ღამე ბავშვს და ხალხს არ აღვიძებენ რა, დილი დადიან ხალხგარეთ, გადიან ერთობიან, თავის ჭიას ახარებენ, ასე ვთქვათ. ამიტომ ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს, ვიღაცა შეიძლება დღის განმავლობაში გადაადგილდება ჩვეულებრივად იმ მოტოთი იქნება თუ ავტოთი სამსახურში, ღამე არ დადის არ ხმაურობს. დღის ხმაურზე ზოგადად თბილისში დღის ხმაური ნორმაზე მაღალია. მაშინ თუ ხმაურზე გვაქვს საუბარი, მეტროში ჩავიდეთ და მეტროში გავზომოთ, რამდენად ხმაურიანია მეტრო, დღის საათებში არ არის აქცენტირება. ღამის საათებში გვაქვს ჩვენ აქცენტირება და გასაგებია რომ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები ზოგი არის ძალიან მკაცრი, ზოგი არის ძალიან სუბუქი, ასე ვთქვათ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. ჩვენი რეალობა არის რა? ხალხს რა აწუხებს? ღამის საათებში 7 ძილი რომ არ მოხდეს შეწუხება შესაბამისი ავტომოტო ტრანსპორტის მიერ. ამიტომ 10-11 საათის მერე ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური დრო არის დილის 8-9 სანამ სამსახურში გადის ხალხი. ეს პერიოდი შესაბამისი აპარატურა დადგინდეს, მე მგონი 100 დეციბელი არის, სხვადასხვა ქვეყნებში რაღაც 9 მეტრიდან 1 მეტრამდე ხდება დაშორება და ხდება ამის გაზომვა და მოკლედ თუ აჭარბებს მერე უკვე მოდი ჩაიგითხები ასე ესეთ რაღაცა მაინტერესებს. კი დაშორდა სიტყვაზე, ამ მეტრი დაიცვა რა. რამდენი RPM-ით უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში აბაროტით ამის გაზომვა. იმიტომ რომ არის მაგალითად ავტომობილები, რომელსაც მაღალზე აქვს ხმა. კი, მაღალზე აქვს ხმა, დაბალზე არ აქვს. ეხლა ჩემი მანქანის მაგალითად რო ავიღოთ, რაღაცა 6000 RPM-მდე ხმა არ აქვს. მაგრამ ის 8000 RPM-ს რეალებს და ის 2000-ზე ბარო დაიწყებს, იმიტომ რომ ვიტეკია და რაღაცა ფაზა აქვს შესაბამისი რა. მე პირადად ღამეს საერთოდ არ გამომყავს, კი არა, ცხრის მერე მანქანა საერთოდ არ გამომყავს, გაჩერებული მყავს, მაგრამ დღის საათებში რომ მოზრავ, ხმა არ აქვს. ავტომობილს თუ რაღაცა არ ართხმევინე და ხო, აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს? ამაზე თუ იქნება რამე ალბათ აი არ ვიცი. მაგ შემთხვევაში უნდა მოხდეს სტანდარტული ტარებით დადგენა. და არა კრუიზ რეჟიმი დაახლოებით 3000-4000 ბრუნვა. ხო, რაღაც 3-4 რა, მაგ ფარგლებში. ქალაქში წყნარად რომ მოძრაო. ხო, ქალაქში ხა ჩვეულებრივად თუ დადიხარ, მაგრამ თუ ეხა დაგინახა პატრულმა ხმაური, მაგ შემთხვევაში ხო. მაგაზე არ არის, მაგრამ შეიძლება დადიხარ ჩვეულებრივად, ეხა თან კარგია თუ ცუდია, მაგრამ ზოგადად მე მივესალმები, ჩამქრალი იმით დადიან ხა ამ ბოლო პერიოდში, რომ ეხა რო ხედავდა იქ ადამიანი პატრულს, რა თქმა უნდა, აჩერებს და კანონდარღვევებიც უფრო ნაკლები ხდებოდა, ზოგადად სტანდარტი ეგრე არის, ბევრმა მოგწერა ამასთან დაკავშირებითაც და ადამიანი თუ ვერ ხედავს ხო თქვა და ხმამაღლა დადის. თავისთავად გააჩერებს, დააჯარიმებს და დასაჯარიმებელიც არის. მაგრამ უნდა იყოს დადგენილი რაღაცა დასაშვები ნორმა, სტანდარტული სია თქვა ეხა 2-დან 3-მდე, მაგრამ 3-დან 4-მდე თქვა ტახომეტრის ბრუნვა, რომელიც ნორმალურ პირობებში შეიძლება ხალხი თუ თქვა ჩააჭირე და დაგინახა, კი ბატონო, მაგ შემთხვევაში უნდა მოხდეს უკვე იქ აღსრულება და გაჩერება. ამიტომ რაღაც აი სტანდარტული ნორმაც უნდა იქნას დაშვებული. რეალურად ეს კანონები კარგი არის, ერთი კარგი არის ის, რომ მოხდა რეაგირება, ხალხის პრობლემის გათვალისწინება და რაღაცა შედეგებამდე მივედით. უბრალოდ კი ბატონო დაიწყო, მაგრამ უნდა მოხდეს ამის დაკორექტირება ისე რომ არის არეული. ხო.
იმიტომ რომ მოხდეს დაკორექტირება, რომ შედეგი რაც გვინდა, რომ რა შედეგით მივიღოთ, ანუ თქვა ღამის საათებში სიმშვიდე, ეხლა მაგალითად არ არის შემცირებული. ანუ კი შეიძლება რაღაც დონეზე თავიდან ისეთი ეფექტი იყო, მაგრამ არ არის, ანუ რეალური შედეგი არის ის, რომ ღამის 11-ს მერე უფრო აქტიურად უნდა მოხდეს ამის მონიტორინგი, ამის დაჯარიმება უნდა მოხდეს აქტიურად, ვიდრე თქვა დღის საათებში, იმიტომ რომ დღის საათებში კიდევ ერთხელ გამეორდები, ანუ ხმაური ქალაქი ისედაც ნორმაზე მაღალი არის და ეხლა რაღაცა 10000 მანქანაში 2 მანქანიც გაჩერება, ხო, რა ვიცი ხა ვერ შეამცირებს ის ეხა ხმაურის დონეს როგორც არის. ნუ თუ რაღაცა საფრთხეს ქმნის ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ ანუ სტანდარტულ პირობებზე გვაქვს ჩვენ აქ საუბარი. ამიტომ შედეგი არის და პრობლემა მომართვიანობა არის ის, რომ ღამის საათებში აი ესეთი ქაოტური და ქაოსური პარება ხმაურიდან გამომდინარე. რომელიც ბავშვებისთვის კიდევ ერთხელ გამოვიდები ძალიან ბევრი კვლევა არსებობს noise pollution ქვია ანუ ხმაურით დაბინძურება როგორც არის ჰაერის დაბინძურება ესე არის ხმაურით დაბინძურება მაგისთვის არის თქვა ეს დეციბელების საზომი ხმაურის საზომი აპარატი და ასე შემდეგ ანუ ხმაურით დაბინძურება ბავშვებისთვის არის ძალიან საშიში ანუ იწვევს გონებრივ ჩამორჩენას იწვევს სხვადასხვა ტიპის ცუდ დაავადებებს განვითარებას, რომ შეიძლება უფრო ჩამორჩენილი იყოს განვითარება სისტემატიური სახით თუ აქ ამ ყველაფერს. მეორე საკითხი არის შოკური ეფექტი, რომ ბავშვი ძინავს, პატარა ბავშვი ეხლა საუბარი. უცებ ახ მეც ხანდახან მეც კი არა ხანდახან მეც გონა ის ვერძე რო კურიერს რო ჩაუვლია. ვერძე რო ჩადიან თან ახლა ჩემ მანქანაში ორმაგი შუშები მაქსიმალურად დაცულია, მაგრამ ისეთი ხმა აქვს ხოლმე ანუ უცებ იმაშვები რა, შეხტები რა, ასე ვთქვათ. ამიტომ ანუ რეალურად ეს პრობლემა მოგვარებადია თუ იქნება აქცენტირება სწორად გაკეთებული, იმიტომ რომ კეთილსინდისიერი მძღოლი არ უნდა დაიჩადროს. ანუ მიზანი რა არის? ყველას დაჯარიმება თუ მიზანი არის ხმაურის დონის შემცირება? აი ეს ორი კითხვა უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი ის მოხდა, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი დაჯარიმდა, ვინც აი ჩემი მეგობრები დაჯარიმდა ძალიან ბევრი ისეთი, აი ვინც ძალიან ადეკვატური არის ეს ადამიანი და ანუ ეს ავტომობილიც იმიტომ ყავთ, რომ უბრალოდ უყვართ. და ანუ 1000-ში ერთხელ გამოყავთ ხოლმე და უბრალოდ კატაობენ ხოლმე სიამოვნებას იღებენ ამ ავტომობილით და ჯარიმებიც იმიტომ დაეწერათ რომ ანუ ეს ლამაზი ნიკელის ეგრეთ წოდებული ბოლო ბაჩოკები აქვს და ესე არ უნდა ხდებოდეს და ყველანაირად ვეთანხმები რომ უნდა გაიზომოს აუცილებლად. ხო, და ღამის საათებში. ღამის საათებში რა. ღამის საათებში. ღამის საათებში მეც ვწუხდები, ანუ ჩემთან ესეთი ამბავია ხოლმე. მაგაზე ვინც ხმას ამოიღებს რომ ღამის საათებში ხმაური გვინდაო, ამოიღოს და დაიწყოს. ცალკე გადავასახლოთ და იქ დავასახლოთ. ხო, სადღაც ცალკე გამოვუყოთ ცალკე და იგი შევყაროთ სულ ყველა ერთად. მაგაზე პრეტენზიას არავინ არ გამოთხოვს ჩემი აზრით. უბრალოდ კიდე იცი რა არის, აი მაგასაც ვიტყვი რა. ზოგადად ადამიანის შეგნებაზეც არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. ძალიან ისეთი სპორტულად აწყობილი გამონაბოლქვის სისტემა მქონია და როგორი რაღაცა იცი, აი აქსელერაციის პედალზე სატერფულს რო აი ვათამაშებ ხოლმე, ისეთი მომენტი შემიძლია დავიჭირო, რა მომენტში ხმა საერთოდ არ აქვს. ანუ იმის თქმა მინდა რომ თუ ადამიანს ძალით არ უნდა რომ რაღაცა აი ხმა გამოსცეს და აი რაღაც აჟიოტაჟი გამოიწვიოს ამ თავისი გავლით, ძალიან თავისუფლად შეუძლია იმ სპორტული ეგრეთ წოდებული ვიხლობითაც ძალიან წყნარად და მშვიდად გაიაროს. კი, რა თქმა უნდა. როდესაც ანუ უბანში შევდივარ ხოლმე, ყოველთვის მაქსიმალურად დაბალი ბრუნით შევალ ხოლმე, შევგორდები, გავჩერდები. მაგრამ ნუ არიან ადამიანები, ვინც ამას ძალით აკეთებენ და ზუსტად აი მაგ ადამიანებზე უნდა მოხდეს. აქ მეორე საკითხიც განვიხილოთ, ესეთი რაღაც, ანუ კი, ხმა ის რაღაცა დაალაგდება, ალბათ დაალაგებადია. მეორე თემა არის უხარისხო ნაწილები. ამაზე თუ რამე რეაგირებას თუ ფიქრობთ, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი შემთხვევაა გიორგიც მოიყვანს რაღაც ახალი შარავი უყიდი ადამიანს და უყენებია გამზრალა. უარესი რაღაცა. ძალიან ბევრი ავარია ხდება ძალიან ბევრი ავარია ხდება და აი არ კონტროლდება რა ფიზიკურად რა, შემოსული ნაწილები რა. კი, ნაწილებთან დაკავშირებით ერთ პერიოდი იყო დაწყებული ან ხუნდებზე, ან კალოთკებზე მარტივ ენაზე რო ვისაუბროთ, ხუნდები არის ქართულად, იყო ასბესტის შემცველი რაღაცა პერიოდში, რომელიც საზღვარზე მოხდა შემოწმება, რომელიც იწვევს სიმსივნეს პირდაპირ მნიშვნელობით. და ნუ აი ხუნდები, მაგიტომ ჩვენ საუბრობთ თემიდან გადავა, მაგიტომ საუბრობთ რომ 24 საათში ერთხელ უნდა მოირეცხოს ცენტრალური გზები და დაბინძურებული გზები, რომ ეს ყველაფერი ილექება გზაზე, გადარეცხვის შედეგად ეს ყველაფერი ნეიტრალდება და არ სუნთქავს ადამიანი ამ დაბინძურებას. ეხლა დაუბრუნდეთ კონკრეტულად ნაწილებს და უხარისხო ნაწილებს. აქ არის ჩემი აზრით ესეთი საკითხი, რომ დღეს ბაზარზე შეგიძლია იყიდო ნებისმიერ ტიპის ნაწილი, მაღალხარისხიანიც და დაბალხარისხიანიც. მესამე არის გამოწერა.
ანუ გამოწერა უკვე, ანუ ძალიან ჩვეულებრივი საქმე არის ადრე რომ ვიღაცასთან მიდიოდი და გავმაწენინე ძმა, ეგრე აღარ არის. ეხლა შეგიძლია უბრალოდ დაждდე, თუ ერკვევი ავტომობილში, გამოიწერო არსებობს სპეციალური სახელოსნოები, მაღალი ხარისხის, ну, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ამის მონიტორინგი ცოტა რთულად იქნება, იმიტომ რომ მაგის მონიტორინგს საკმაოდ დიდი რესურსი დაჭირდება, ხა პატარა ნაწილი რამდენად ხარისხიანი, რამდენად უხარისხოა, მაგის კონტროლი საზღვარზე ვერ გამოვა. შეიძლება იყოს რაღაცა სტანდარტი, ISO სერტიფიკატი, მაგრამ მაგამდე უნდა მივიდეთ ჯერ. იმის ფონზე რომ 80% 1,600,000-მდე ავტომობილია დაახლოებით 1,600,000, ну, ზუსტი რაოდენობა რამდენი გადაადგილდება გზაზე არ ვიცით, მაგრამ ну, რეგისტრირებული ავტომობილი დაახლოებით ამდენია. 80% არის 10 წელზე ძველი. იმის ფონზე რომ ჩვენ ძველი ავტოპარკი გვაქვს, ამ ხალხისთვის შეიძლება არ ქონდეთ ახლა ფინანსური რესურსი, ახლა ვისაც ფული აქვს, არ ივლის ხო, ну, ძველი ავტომობილით, მაგაზე ახლა 2000 არა, ну, ყველას უნდა რა თქმა უნდა ახალი ავტომობილი. ამ ნაწილების იაფიანი ნაწილების თქვა ჩაკეტვა ბჭყალებში შეიძლება ძალიან მოხდეს ამაზე დარტყმა. ანუ ეს რაღაცა დროის შემდეგ ქვეყანა როცა განვითარდება, ფინანსური დონე როცა აიწევს, ანუ ცნობიერებაც როცა მოიმატებს, მაგ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა რეგულაციების დადება, რომ ანუ ევროსტანდარტები იყოს, რომ ამაზე დაბალი ხარისხის ნაწილი აღარ შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ დღეს ჩემი აზრით ამაზე საუბარი ცოტა ადრე არის, იმიტომ რომ ძველი ავტოპარკი ყავს და რავი გზაზე რო არ უნდა გადავიდეს ბავშვთან ერთად აღმაშენებლის ხეივანზე მაგაზე გვიწევს საუბარი და ეხა იქ კიდე ცალკე შარავოი კარგი უნდა იყოსო საერთოდ რაღაცა ის იქნება ამიტომ ძალიან ბევრი შემთხვევა მომხდარა ჩემს ირგვლივ რო გამიგია რომ აი თუნდაც ცუდი სამუხრუჭე ხუნდის გამო ავტომობილი ვერ გაჩერებულა, ციცაბოდ აღმართზე და რაღაცას დაჯახებია, თუნდაც რომ საერთოდ ერთი კვირის შეცვლილი ეგრეთ წოდებული შარავოი გამძურალა, გამტყდარა და მაგის გამო დამტრეულა. ანუ ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევაა ხოლმე და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ ავტომობილების პატრონებთან მაქვს კომუნიკაცია, ყველა მეუბნება ხოლმე, რომ ანუ საკმაოდ ძვირი გადაიხადა ამ ნაწილში და მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა. ეგრეთ წოდებული ტულკები ვიყიდე და ბოდიში და 1 საათში გამოძურა და ანუ აი ესეთი გაცოფებული მივედი ამ ტიპთან და ისეთი ამბავი მქონდა რომ აი ლამის შევეხე ხელით იმდენად ცუდი რაღაცა მომივიდა რა დისკი გავაფუჭე და რაღაცეები რა ბარდიულს დავეჯახე იმის გამო რომ ტულკა გაძურა საერთოდ 1 საათის დაყენებულ ავტომობილზე და ესეთი რაღაცები ძალიან ხშირად მესმის ხოლმე აქ იმაზეც არ არის საუბარი რომ ადამიანების ანუ ხარისხიანს იყიდულობს თუ არა ხარისხიანს. მეც ხარისხიანი ვიყიდე მაგ მომენტში და საკმაოდ ისეთი თანხა გადავიხადე, მაგრამ ჩემთანაც მოხდა ეს შემთხვევა და ანუ მე რო დავფიქრდი ამის კონტროლი არა, ანუ არავინ არ აკონტროლებს, ხარისხიანი იქნება ეს, უხარისხო იქნება, ბიუჯეტური იქნება თუ მაღალ ბიუჯეტური იქნება ეს ნაწილი. შეიძლება და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები. ძალიან ბევრი კეთილსინდისიერ გამყიდველზე ხარ დამოკიდებული. ძალიან ბევრი სამარშრუტო ტაქსი გვინახავს, აი მარტივად რო ვთქვათ, ოკრიბიდან რო ქუთაისში ან ბათუმში მიდის და ამოტრიალებული ავარია ქონდა. ავარიაში იყო მოყოლილი და რაღაცა და შემდეგ ანუ რო გავერკვიე და ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, როცა რაღაცას ვხედავ ხოლმე, რის გამო მოხდა, ხო? ზოგს ეგრეთ წოდებულმა ხუნდმა უმტყუნა, ზოგს ისე ეს შარავოი გაზრა ან რაღაცა მსგავსი რაღაცა მოხდა. არის ბევრი შემთხვევები. აი ესეთი რაღაცეები უნდა შემოწმდეს ხოლმე ჩემი აზრით სათანადოდ და კარგად. მით უმეტეს, როდესაც იმაზე არის საუბარი, რომ ამ სამარშრუტო ტაქსში რამოდენიმე ადამიანი ზის, ათეულობით ადამიანი ზის და ეგეც არ მოწმდება მე მგონი ჩემი აზრით კარგად. ეგ კი არა, ან თვითონ ხელოსნის მუშაობა შეიძლება არ მოწმდებოდეს, რაღაცის დამაგრება დააუწყდეს. აი, კიდევ იქამდე, აი, კიდევ ჩემთან მოვიდა. მე არ ვიცი უბრალოდ რატომ ემართება ხოლმე ესეთი უცნაური რაღაცეები, მაგრამ ეგრეთ წოდებული სამუხრუჭე ხუნდი რაში ჯდება სუპორტი დამიმაგრა ერთი ბოლტით და რომელიც ბოლომდე არ იყო გადაჭერილი. და ანუ ხმამ შემაწუხა, კაკუნმა შემაწუხა და რო ვნახე, ეს ბოლტი საერთოდ გაზრდა და საბურავი რომ მოხსენი გავარდა ეს სუპორტი. აი ესეთი რაღაცაც ყოფილა. ხო, აი მან და მაგ მხრივ საერთოდ ანუ რეალურად მონიტორინგი არ არის. ანუ მარტი მაგალითს მოვიყვანე, მანქანა ჩამოვიყვანე და ანუ კარობკის ზეთი ვეუნები რომ ანუ იქ რაღაც წინ ჰიბრიდის გამაგრილება რაღაცებს ვაყენებ და მეთქი ზეთი შემოწმე მეთქი რა ახალი ჩამოყვანილია რამდენი აკლია 50 გრამი აკლიაო კაცო იარეო რა ზეთი არ ეს ხა საერთოდ
ანუ დავდივარ რაღაცა ჩეკს მithებ და მგონია რომ იქ რაღაცა შნურები აკლია. ენდობი შენ ამ ადამიანს. ენდობი, ანუ 50 გრამი აკლია. ნუ ზედზე აღარ ვფიქრობ. ანუ ვფიქრობ შნურე ელექტროობის რამე არ იყოს სხვა. რაღაც მე ზედს რო ვცვლიდი, ანუ იქ რომ მოუშვეს, ანუ არ გადმოდის ზეთი და არა ძმა ვაკო ზეთი, საერთოდ არ არის. ანუ ზეთი არის ხან ნოლზე იყო. ანუ ეგეთი ხელოსნები მაგ შემთხვევაში ალბათ უნდა იყოს რაღაცა სერტიფიკატი კონკრეტული თქვა და სახელოსნოსი კონკრეტული თქვა დიდი ან ავტონაწილების გამყიდველი კომპანიების, რომლებიც თავის თავზე აიღებენ. ეხლა აქ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევამდე მიგვიყვანოს. ეს არ არის ბევრი არის რაღაცა ესეთი ძალიან ბევრი გადასაკრობი ვიყიდე და გახუნდა და ასე შემდეგ. ანუ ხუნდები, თქვა ის ტულკა, შარავო ანუ ასე შემდეგ სხვადასხვა ტიპის ნაწილები, რომელმაც შეიძლება თუ გიმტყუნა და შენ იცი რომ ახალი გიყენია და მაგაზე აღარ ფიქრობ რომ ეს იმიტომ ცვლი რომ შესაძლებელი გაქვს და ახალს აყენებ და მაგდეს აზრობ. ანუ მაგრამ თუ გიმტყუნა შეიძლება სავალალო შედეგამდე მივიდეთ. ამიტომ ესეთ ნაწილებზე ალბათ უნდა იყოს სერტიფიცირება, ანუ კონკრეტულად რომ ხარისხიანია, გარანტია უნდა იყოს, თქვა გამყიდველმა უნდა აიღოს გარანტია და მეორე არის ვინ გიყენებს კიდე. ანუ ერთია რომ შენ შევა ნაწილი იყიდო და მეორეა რომ ხელოსანო ვერ დაგიყენოს. რამდენად სწორად დააყენებს მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ავტომობილი 15 წელია უფრო მეტია მყავს და ანუ ასე თუ ისე ვერ ყვევი რა, მეც მაინტერესებს ხოლმე და ანუ ბევრი ნიუანსია რა. ანუ იქ ხელოსანზე არის ძალიან ბევრი რაღაც დამოკიდებული. ანუ ესე რომ მივიდე და ყველა კარგად გააკეთებს, ესე არ არის. ვიღაცას იქ საბურავის ის დავიწყებია, ორი იმით დაუმაგრებია ბორბალია, რომ ჩემზეც ყოფილა საბურავი კი რა ხდება, მე თვითონ მქონდა დამატებით და დავამაგრე. ანუ ბევრი ნიუანსი, ანუ შეიძლება ვთქვათ, ეს ნაწილების საკითხი არის ერთი, რომელიც რა თქმა უნდა შემოდის ხარისხიანის და უხარისხოც, იმიტომ რომ ბაზარი ანუ ღია არის ამასთან დაკავშირებით, არავითარი მე მგონი არ ვიცი ყოველ შემთხვევაში რეგულაცია არ არის ხან და იყიდა ჩამოიტანე ხო რა ანუ მაგაზე არ არის პრობლემა. აქ მეორე საკითხი არის ის რომ ძველი ავტოპარკი ყავს და საკმაოდ ბევრი ავტომობილი იყენებს ძველ ავტომობილს და შეიძლება თქვა ის რაღაცა ნივის ნაწილი არ იყოს ახალი სიტყვაზე ვიზახია რაღაცა 06-ის ან რა ვიცი Opel Astra-ი ნუ ხო გასაგებია კიდე ეს საკითხი უბრალოდ რო ყიდულობ ხო იქაც არის ხარისხები ხა ჩვეულებრივად ეხა ვისაც ჩამოაქვს თავისთავად ერკვევა ამ ყველაფერში და უნდა ერკვეოდეს ამ ყველაფერში რომ რა ტიპის ნაწილს ყიდულობ არის დაბალი ხარისხი ანუ უხარისხო საშუალო ხარისხის და მაღალ ხარისხიანი ნაწილები ფასიდან გამომდინარე და ანუ ალბათ მყიდველმაც უნდა მიაქციოს ამას ყურადღება რომ რაც ყიდულ მე ხა მაგალითად ცენტრში დავდივარ ხოლმე და იმიტომ რომ ვენდობი და თუ რაღაცა იქნება მივალ და მიუბრუნდები ისევ რომ ანუ აი პრობლემა არის შეცვლა იქნება ზეთი იქნება ფილტრი იქნება თუ ასე შემდეგ ამიტომ ხო ყველას არა აქვს შეიძლება იმის ცენტრში გააკეთოს რაღაც ხო ცენტრში მაგრამ ნუ ფასებიც ახლა ისე რომ შევხედოთ არ ძალიან დიდი სხვაობაც არ არის რა ანუ რაღაცა ის მითის სერვისი არ არის კი აღარ არის ანუ ეგრე ადრე რო იყო ცენტრში გაგწეწავე ეგ ვარიანტი აღარ არის ეგ დავაგდა ხო დავაგდა უკვე ძალიან მიზერული სხვაობა არის ამიტომ მე პირადად ჩემზე არის მირჩევნია რომ გადავიხადო რაღაც თქვა 100 ლარით მეტი და ვიცოდე რომ ორიგინალს ვაყენებ კონკრეტულ ავტომობილზე იმიტომ რომ ისო ჩემი უსაფრთხოება არის ეს და არ წავიდე თქვა სადღაც იქ რაღაცა დამიკელი 10 ლარი რომ რაღაცა იაფად ვიყიდო ანუ ეს არის უკვე ადამიანზე მაგას ესე კონკრეტულად ვერავის ვერ მოთხოვ რა ანუ ყველა ადამიანი თავის ბიუჯეტიდან გამომდინარეობს უბრალოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რომ ავტომობილის მართვა არ ნიშნავს რულის ტრიალს რა მინიმუმ უნდა ერკვეოდე რაღაცეებში მინიმუმ საბურავის შეცვლა მაინც უნდა შეგეძლოთ საბურავის შეცვლა თუ არა ის თუ არ დონის შემოწმება რამდენზე არის დაბერვა იქ ზეთის შემოწმება ძრავში ეხა და ასე შემდეგ ანუ ელემენტარულზე ცოტა მეტი უნდა ვიცოდეთ იმიტომ რომ ავტომობილის მართვა არ არის მარტო რულის ტრიალი რა და ანუ სარკეში ყურება იმიტომ რომ იქ ხმა თუ ანუ ხმა რო გესმის რაღაც საიდან არის ანუ ამ ყველაფერს ყურადღებას თუ არ აქცევ შეიძლება საბოლოო ჯამში მივიდეთ ავტოსაგზაო შემთხვევამდე და ავტოსაგზაო შემთხვევების მხრივ საქართველოს ყოველწლიურად სამწუხაროდ 500-მდე ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ანუ ზოგი შეიძლება მაღალი სიჩქარისგან იყოს ზოგი შეიძლება გაუმართავობისგან იყოს ზოგი შეიძლება ქვეითის დაუდევრობის გამო იყოს თუმცა საბოლოო ჯამში არის ის რომ ეს არის სიკვდილიანობა და ავტოსაგზაო შემთხვევები რავი ათეულობით 1000 ხდება რის გამო არის 10 უეჭველი არის ხოლმე ესე კი არა ეგ ძალიან უკვე ჩვეულებრივად ანუ შევეჩვიეთ რატომღაც რომ ანუ ავტოსაგზაო შემთხვევა უნდა მოხდეს
ხო, ანუ აი რატომღაც, ანუ ამიტომ ძღოლზეც არის ძალიან ბევრი რაღაც დამოკიდებული, რომ ანუ თავისი ავტომობილი არის ის, რომ ანუ ჩვენ სიცოცხლეზე ვართ პასუხისმგებელი, ხო, ანუ ავტომობილი არ არის რაღაცა დასართობი, ანუ ჩვეულებრივად შეიძლება რაღაცა ცუდი შეგემთხვას. ამიტომ უნდა მივაქციოთ ყოველ ვისწავლოთ მინიმუმ, ხო, მე დაახლოებით 1 წელი მაინტერესებდა ხელოსნებთან რომ დავდიოდი, იქ უყურებდი, რომ აბა ეს რა არის რაღაცა, სანამ ვისწავლ პატარა ვიყავი მაშინ და მაინტერესებდა რაღაცა ვიცი ეხლა თქვა იქ რა უნდა გავაკეთო, სად ძრავი დაშლილი მაქვს და ნუ კარობკა რაღაც მოკლედ. რაღაცები როგორ მუშაობს სისტემა, ეს სისტემა შევისწავლე. არ არის აუცილებლად ეხლა სიღრმისეულად ყველა ესე შევიდეს რომ იქ რაღაცა ძრავში რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ნუ ელემენტარული უნდა იცოდე რომ რაღაცის ხმა რომ მოდის, მაგალითად კაკუნობს და იგივე შემთხვევა რომ ვიღაცამ არ დაგიმაგრა ხუნდი და კაკუნის ხმა არის, მინიმუმ უნდა შეამოწმო და ნახო, რომ იმიტომ რომ მე შეიძლება ვერ გააჩერო და წინ რა ვიცი ქვეითი იყოს ან რაღაც ხევი იყოს და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ არის ცოტა ისეთი საკითხი რომ ამას სჭირდება ამ ნაწილებთან დაკავშირებით, ამას სჭირდება რაღაც დიდი რაღაცის დამუშავება. ისე რომ არ მოხდეს იმ აი 80% ავტომობილების რომელიც 10 წელზე ძველია, ამაზე დაწოლაც ფასიც შესაბამისი იყოს და ხარისხიც იყოს ისეთი, რომ სადაც ყიდულობ, მიიღო გარანტია მინიმუმ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ 10 ლარი დაგიკლოს და რაღაც გეგონოს, მაგრამ მეორე წუთში 10 ჯერ და 100 ჯერ მეტის გადახდა დაგჭირდეს, იმიტომ რომ 18 მეტრიან ავტობუსს დაეჯახვა. მაგაზე კიდე სავალდებულოზე საუბრობენ დაზღვევაზე და სავალდებულო რაც იქნებაო, აგერ ბატონ შალვას რო ესაუბრეთ, იმ ავტობუსსაც, სამარშრუტო ტაქსს, რასაც ჯვარი წერია ყველას გაუსვა, იმას იზამს აანაზღაურებს ყველაფერს რა, იმიტომ რომ ერთი გასმა არის და 20000 ლარი. არა, 20000 ცოტა მინიმუმს ვიზახი ხა პატარა გასმაზე. გაჩნია რომელს დაეჯახა. მე როგორც ესეთი მწვანე რომელიც არის ცოტა იაფიანია, ეს ურჯები ცოტა ძვერიანია. ახლა მესამე პირის დაზღვევა მაქვს მე გაკეთებული, იმიტომ რომ ცოტა ძველი ავტომობილია. მაგრამ მაგასაც ახლა რეალურად რაც აქვს ეს ბანკებს და სადაზღვევებს, მაგას აქვს ლიმიტი მე მგონი 20 თუ 30000. 12000 ლარი აქვს თუ არ ვცები, ახლა არ დავასახელებ რეკლამაში ჩამართულება რომ სავალდებულო რაზეცაა საუბარი. სავალდებულო ეს ეხა რაც არის დღეს და ძალიან კარგი რაღაც არის. ხო, მაგრამ ის 12000 ლარი მაინც არ გეყოფა არაფერში რეალურად. მთავარი ლურს არ დაეჯახო თორე მწვანეში ყოფილი. ამას წინა წავაწყდი პოსტს, რომ ვიღაცა წერდა ერთ-ერთ ჯგუფში, რომ ავტობუსს დავეჯახეო რა და ანუ რო დავპოსტეო რაღაცა ისეთი რაღაცები მითხრეს, რომ მეგონა ორ-ერთი 30000 ლარი იქ მექნებოდა გადასახდეო და მე აღმოჩნდა რომ თურმე ძველს დავეჯახეო მწვანესო და 10000 ლარი ყოფნიდაო თავისუფლად. ჩაეტია მოკლედ ადია. გადარჩა რა, მოკლედ ადამიანი. ხო, და სავალდებულო ნუ მაგას აანაზღაურებს ბოლომდე რა, ჩემი აზრით უნდა იყოს. ახალი ცენტრის მანქანაო თუ ავტობუსიო მნიშვნელობა არ ექნებაო რა და აი ეგ მაგარია ძალიან რა და უნდა იყოს უოჭველი რა. ხო, ნუ თანხასაც გააჩნია, იმიტომ რომ იქნებაო ჩვენას დაგუთავას ორი კოლოფი სიგარეტის ფასიო თვეშიო რა დაახლოებით. ხო, ეხა ეგეთ თანხაზე თუ არის საუბარი, მანქანას არ აღემატებაო. ანუ ეხა მანქანას აქ ყველაზე არა რა თქმა უნდა საუბარი. ჭირდება საწვავი, ზეთი, ხუნდე, ანუ ფული გინდა ეხა მანქანა ეს უფასოდ ანუ ეგ აბსურდია, ხო? მანქანა ჭირდება თავის თანხა. ვიღაცა შეიძლება არ აქვს ეხა იმის საშუალება, რომ ძვირადღირებული მანქანა იყიდოს, თუმცა თანხის დახარჯვა მინიმუმ ეხა 200-400 ლარი თვეში არ ვიცი, გააჩნია რამდენს გადაადგილდება, ხო? არ მოუწევს მაგდენი იმაზე დაზღვევაზე. დაზღვევა 20-30 ლარი, მაგის ფული თან აუცილებელიც არის, იმიტომ რომ შენს შვიდად ხარ. რა თქმა უნდა. ჩაგიქროლებენ რაღაცა ეს 1500 დოლარიანი მიხმაურე, რაღაც ძაძვრებიან აქეთ-იქით. ანუ რატო, ხო? ანუ დაგეჯახება და მე ოჯახი ყავს არჩენი რა. არა შარია რომ უნდა დიო შეიძლება მოგივიდეს 1000 ის არის. ძალიან ბევრი ყავს გაშვებული სხვათა შორის დღემდე 3000 ლარი აქვს ჩემი ვალი და ორჯერ დამეჯახდნენ საცობში. ერთ და იგივე ადგილზე ერთხელ ხო დამარტყა რა და გადავედი ხა ისეთი ის გაფჭებული იყო უკანაში თოკი მაინც აღარ იმას მიქნია და დავჩერდი კიდე მეორეჯერ ეს მე ვარ ისეულ მე არა ნუ დაზღვევა აუცილებელი არის და ჩვენ თავარი დღევანდელი თემა რაც იყო რომ ანუ ხმა აუცილებლად უნდა გაიზომოს და ანუ ყველა უნდა ასე ვთქვათ დავისვენოთ და დავიძინოთ ნორმალურად რა ეს არ არის უნდა მოხდეს ისე რომ უსამართლო არ უნდა იყოს ეს ყველა უბრალოდ ანუ მე ზოგადად ყოველთვის ვიჭერ ხოლმე ავტომოყვარულების მხარს და ავტომოყვარულები ადეკვატური ავტომოყვარულები იქაც ორ ნაწილად იყოფ არიან არა ადეკვატურები და არიან არა ადეკვატურები ხო როგორც ბატონი მასკვიჩა ეძახის ადეკვატური ავტომოყვარულები ძალიან სხვანაირი ტიპები არიან
იმათმა იციან, როდის უნდა გამოიყვანონ ავტომობილი, როდის უნდა იხმაურონ, სად უნდა იხმაურონ, სად რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა იმოძრავონ საერთოდ და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ როგორი ავტომობილიც, ნამდვილი ავტომოყვარულის ავტომობილი არის და როგორი გამართულიც ის არის, ხო? ძალიან ბევრ ადამიანს არ ყავს ეგეთი ავტომობილი. მე არ მინახავს ადამიანი ჩემს ირგვლივ, ვინცაც ფიქრობდა ვთვლი, რომ ნამდვილი ავტომოყვარულია, რომ მისი ავტომობილი ბოლავდეს. აი, იმდენად სწორად, ანუ ჩემი ავტომობილის და ჩემი მეგობრების ავტომობილებიც უყველა არის პროგრამულად გადაკეთებული და ეგრეთ წოდებული ნასტროიკა წერია და იმდენად სწორად არის ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ 0.00 რაღაცას წერს ხოლმე ყოველთვის, როდესაც ინსპექტირებას გავდივარ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ავტომობილმა ის სიმძლავრე გამართულად იმუშაოს. და სხვა შემთხვევაში, ანუ CO და მსგავსი მავნე ნივთიერებებს გამოყოფენ ის ავტომობილები, ვისი მძღოლებმაც უბრალოდ არ აინტერესებთ და არ აინტერესებთ, რამდენად გამართული ეყოლება ავტომობილი. კი ბატონო. ამიტომ ამასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. გამართულობაზეც რა გაუმართავ ავტომობილი უფრო მალე ფუჭდება, იმიტომ რომ ორჯერ 2-4-ია, ხო რაღაცა მანქანას უჭირს, სვეტაც მეტია, შეიძლება იქ გადაცემთა ყოლოფი ჩაგეშალოს, შეიძლება ძრავი დაგისტუკოს და ასე შემდეგ. ამიტომ ავტომობილი ხშირად არის ხოლმე გამონაბოლქთან დაკავშირებით კიდე ნაწილი წერს, რომ აი უჭირს და რა ქნას, ანუ გამონაბოლქვი ნიშნავს იმას, რომ ეს მანქანა გაჩერდება. თუ უჭირს პირიქით თავის ინტერესშია რომ გააკეთოს, მალე გააკეთოს ეს ავტომობილი რომ არ გაუჩერდეს, ანუ ამითი თუ ოჯახს არჩენს თვითონ ავტომატურად გაჩერდება, იქ რაღაც ჩაეშლება და ბევრად უფრო მეტი დაუჯდება შემდეგ ამ ავტომობილის გაკეთება, ვიდრე შეიძლება დაუჯდეს დღეს. ამიტომ ავტომობილი არ უნდა წარმოვიდგინოთ ავტოტრანსპორტ შეიძლება მოტო იყოს, ავტო იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე რომ რაღაცა ვიყიდე და მორჩა. ამას ჭირდება პასუხისმგებლობა, ამას ჭირდება ცოდნა თვითონ ტრანსპორტის და ნუ ტარების ცოდნაზე ღეგ ცალკე გადაცემა არის ტარებაზე აღარ გვინდა სიღრმეებს შესვლა, მაგრამ მინიმუმ ეს ყველაფერი უნდა იცოდეს, ან უნდა დაიწყოს ამის სწავლა, თუ ახალ ნაკიდი ყავს ავტომოტო ტრანსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რაც გვაქვს, ხმაური, საცობები, გამონაბოლქვი, ავტოსაგზაო შემთხვევები და არის რაღაცეები საგზაო ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ შეიძლება ჭაიყოს ამოვარდნილი და გინდა არ გინდა ხო, ნუ უნდა აცილო და შეიძლება რაღაცა მოხდეს, იქ ორმული დაზიანება იყოს და ამაზე ცალკე ჩვენი ჯგუფი მუშაობს, რომ ანუ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები შეგლების დაგვარად მოგვარდეს და რაღაცები გვარდება ასე თუ ისე. მაგრამ არის ერთი რომ ეს არის და არის მეორე უბრალოდ ტარების არ ცოდნა და რაღაცა გონია რომ ქალაქში სადღაც შეძვრება. ანუ აი ეგ ქალაქი არ არის რაღაცა სარბოლო ტრასა. ქალაქშია გადაადგილდება, რა ყველანი გადავადგილდებით, უნდა ვიაროთ ჩვიდად. არის სპეციალური დახურული ტრასები, ასე ვთქვათ, შეუძლია რავი ადამიანს წავიდეს ავტომაგისტრალზეც, რა ვიცი, ანუ 110 + 10 არის დაშვებული 120 კმ/სთ. შეგვიძლია რავი წახვიდე ჩააჭირო და 120-მდე ახვიდე მერე გააჭირო. 0-120 გატესტო ხო? 0-120 გატესტო. ანუ როგორი რაღაცა იცი, აი ძალიან ბევრი ისეთი ადგილი არის, არ დავკონკრეტები, სადაც თამამად შეიძლება გახვიდე შენს მეგობრებთან ერთად და რაც გინდა ის აკეთო. არც მოსახლეობას შეაწუხებ, არც ბავშვებს შეაწუხებ, არც მოხუცებს შეაწუხებ, არავის არ შეაწუხებ. უბრალოდ ამის შეგნება უნდა გქონდეს და აქ უნდა იქ არ მოწონთ. არ მოწონთ, იმიტომ რომ ხალხი არ ვერ ხედავს. ხო, ანუ აქ მეორე საკითხი არის მარიაჟობა არის. იქ ვერ ხედავს ხალხი და რა თუნდა ეგრე მარტო რო ხედავს კაის რას ეუნებიან ქალაქში, მაგრამ არ ნახებს რომ აი ნახე რა მანქანა. კაის არავინ არ ეუნება. რა ვიცი რა რატო შვებიან ამ მარტო ვერ ამოხსენი და ანუ ძალიან ბევრი ვიდეო არის. ერთ-ერთი ძალიან ისეთი სახალისო ვიდეო არის, ხამის პირველი თუ 2 საათია ტიპი რო დრიფტავს და დაგვაძინეო რო გადმოხედავს, ნუ აღარ ვიტყვი ხა იქ რას ეუბნება, მაგრამ აი ჩემი ბავშვობის ვიდეოა აი. არ ვიცი უბრალოდ რატო სიამოვნებს ამ ხალხს ესეთი რაღაცეები ვერ ხვდები. რა, იმედია დაალაგდება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაგებით მოვეკიდებით ამ ყველაფერს, ავტომოყვარულებიც, ჩვეულებრივი ადამიანებიც და ის ადამიანებიც, ვისაც ხმაურიანი ავტომობილები ყავს. მე მგონი ჩვენში უნდა ვიპოვოთ ის, რომ ანუ მივხვდეთ, რომ ეს არ შეიძლება და ეს ცუდია. ჩვენს სადაც ხდება, როგორც ხდება ხოლმე, სულ მოუწოდებთ, იმიტომ რომ მერე ვიხარშებით ყველა ერთ ქვაფში. ის ადეკვატური ადამიანები ვიხარშებით იმ არაადეკვატურ ადამიანებთან ერთად. ყველას ეხება რა, ამიტომ რაღაცაზე ჩვენც უნდა შევჯერდეთ ცალკე რა. ხო, იმიტომ რომ ანუ ერთს ვიტყვი რომ ამაზე ვსაუბრობ, ჩვენ ნახევარი წელია წინა წელსაც ზაფხულში იყო.
უკავშირი მე რაც არ მომეწონა რა, ყველაზე არ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა ნაწილი წერო, ხმაური თუ არ მოგწონთ, წადით ქალაქი. ჩვენ გვეუბნებოდი წადითო რა და ანუ სოფელი საერთოდ არ მაგ დავიბადე გავსად მიშვებ ანუ ვიშო გაგიშვა რა ეგეთი ადამიანი გამოუჩნდა თქვენო მიხმაურებთო და თქვენო წადითო რა თუ არ მოგწონთო ჩიტების ჭიკი სოფელში არისო რა სოფელ საერთოდ არ მაგ ანუ სად მიშვებ რატომ მიშვებ ანუ რატო იღებ შენ თავზე მაგდენს ანუ ეს ყველაფერი და ანუ ყველაფერთან ერთად ძალიან ენამოსწრებულებიც არიან და ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს ხოლმე რომ თავი მართალი გონია ო ანუ მე ხმაურობ ვაჭამ შაველა არის ტრეკი ჩვეულებრივი ტრეკი არის რა დრაგის მონოპოლი არის ჩვეულებრივი რა ანუ იცი რა მწყინს ხოლმე ყველაზე მეტად ესეთ ადამიანს პირადად გავსაუბრები ვარ და რომ მithქვია რომ შეჭებს რატო არ დადიხარ იქ რატო არ გამოხვალ არა ანუ იქ უნდა მოახტინოს თავის რეალიტეტი იქ მე ვის მოუგებს იქ ვიღაცა გამოვა 1.4 სივიკით და გაასწრებს ერთი 10 კორპუსი მე მიმოსტრეგზე და მე დაჩაგრული ხო არ იტყვის იმას რომ აი სივიკმა გამასრო რაღაცა 400 ხენი ძალიან მანქანაზე ეგ არის რა ამიტომ ვინც ფიქრობს ჩემი აზრით რომ კარგი მძღოლია და რაღაცის დამტკიცებას რაღაცის დამტკიცებას ლილოში აგერ ჩვენს გამოვალთ თქვენთან ერთად და აგერ შევეჯიბროთ წავიდეთ და დახურვადგილ შევეჯიბროთ ერთმანეთს კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა მოკლედ სტუმრობისთვის ამომწურავ ინფორმაციისთვის რა იმედია დაალაგდება ყველაფერი კარგად იქნება ამასაც ეშველება ჩვენს გვეშველება და რაღაც დღეს ჩვენი განაცემის სტუმარი იყო მოძრაობა ჩემი ქალაქი მკლავს დამფუძნებელი ბატონი გიორგი ჯაფარიძე დღეისათვის კი სულ ეს იყო მომავალ შეხვედრამდე